თუ სხვისი უკმაყოფილების შემდეგ იწყებთ თავის მართლებას, თქვენი მოტივების მტკიცებას, შეხედულების ან ქმედების შეცვლას, მაშინ ეს ვიდეო თქვენთვისაა. სინამდვილეში ამ მომენტში თქვენ გინდათ სხვისი შეხედულების შეცვლა თქვენს შესახებ. იმიტომ რომ გეშინიათ სხვის წარმოდგენაში ცუდად, ეგოისტურად, უმადურად, არასწორად დარჩენის და თანდათან უარს ამბობთ საკუთარ პოზიციას. სცადეთ ამ მომენტში შეამჩნიოთ განსხვავება თავის მართლებასა და ახსნას შორის. ახსნის დროს ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას. თავის მართლებამ კი ნებისმიერ ფასად უნდა დაგიბრუნოთ კარგი ადამიანის იმიჯი. ხანდახან საკმარისია თქვათ. მესმის რომ განაწყენებული ხარ, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება იგივე რჩება. მორჩა. კი, ის სხვა შეიძლება უკმაყოფილო იყოს თქვენით. მაგრამ მიეცით საშუალება განიცადოს თუნდაც ეს უკმაყოფილება. მისი ეს გრძნობა ეკუთვნის მას და არ განსაზღვრავს თქვენს ფასეულობას. გახსოვდეთ ეს.